რატომ არის აუცილებელი, რომ ლაქტაციის შესახებ ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე ვიცოდეთ? გგონია, რომ თუ მკერდი გვაქვს, ყველაფერი თავისთავად მოხდება. მაგრამ როცა ჩვენს პატარას ხვდებით, ვიბნევით და არ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. სინამდვილეში კი, კვება უნდა დავიწყოთ მაშინვე. დიახ, არიან ბავშვები, რომლებიც თვითონ ეიკვრებიან და კითხვები არ ბუჩნდება. მაგრამ ხშირად პატარები კარგად არ აღებენ პირს ან სინავთ და ჩვენ არ ვიცით, რა ვქნათ. ჩნდება ტკივილი, გაღიზიანება. გარდა ამისა, რძის მოსვლის პერიოდში მკერდი ქვის მსგავსად მყარდება და ეს ძალიან სწრაფად ხდება. ტკივილის გაუგებრობისა და უცოდინრობის გამო ხშირად გადავდივართ ნარევზე. თუმცა ძალიან კარგია, რომ შევინარჩუნოთ ძუძუთი კვება, რადგან ამით დედის იმუნური უჯრედები გადაეცემა ბავშვს. სწორედ ამიტომ სასურველია, რომ ბავშვს მაინც 6 თვე ძუძუთი ვკვებოთ. დაიმახსოვრეთ, რომ დედის რძე ყოველთვის ხელმისაწვდომია. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ავიღოთ და ვკვებოთ ბავშვი, მაშინ როცა ნარევები ძალიან ძვირია და მათი მომზადება საჭიროა. ძუძუთი კვების შესახებ ცოდნა და დახმარებას სწორად მოაწყოთ ეს პროცესი და აღარ დაგჭირდეთ ჩემთან, ძუძუთი კვების კონსულტანტთან, ხშირი კონტაქტი.